ფიქრობდნენ, რომ ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები, საუბრობ კარტოგრაფებზე. Როგორ ფიქრობთ თქვენ დღეს პროკურატურის მხრიდან პოზიციის ცვლილება ეს არის რაღაც საზოგადოებრივი პროტესტის და წნეხის შედეგი თუ უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება? მე ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები იყვნენ დაკავებულები კონკრეტულად წინასაარჩევნოთ და ეს მიზანი იყო ის, რომ აი ამ საქმეს ემოქმედა არჩევნების შედეგზე, რაც არ გამოუვიდათ და ვფიქრობ, რომ ჩაუვარდათ. ის რომ ამდენი ხანი ყავდათ სწორედ პატიმრობაში, მე ვფიქრობ, რომ თვითონ არ დაიტოვეს უკან გადასადგმელი ნაბიჯები და უბრალოდ მართლაც იყვნენ სინდისის პატიმრები, აი არ უშვებდნენ მარტო იმიტომ, რომ რაღაც მოეფიქრებინა ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ გაემართლებინა ახლა მათი გათავისუფლება. და აგრეთვე საზოგადოებრივი წნეხი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები და ხელისუფლებას, აი იმ ადამიანებს, ვინც მათ აი ეს ბრალი წაუყენა, ესეთი არის ღარიბაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი, ტელეკომპანია იმედი მათ შორის, რომელზეც ამაში მონაწილეობდა აქტიურად, ისინი ახლა სწორედ ისინი უნდა იქცნენ ბრალდებულებად, როდესაც ნახეთ რა მინდა გითხოთ, თუ ამ ადამიანების დაკავება გამოიყენა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ რაღაც კონკრეტული მიზნისთვის, რა მიზნისთვის შეიძლება გამოიყენოს მათი გათავისუფლება? ეს ხომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს იყოს უბრალოდ მათი კეთილი ნება, რომ უბრალოდ მიხვდნენ, რომ ესენი არიან სინდისის პატიმრები, არა? რა უნდა იყოს მოტივი? იმისათვის, რომ აი როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ის ადამიანები, ვინც აი შუამავლები იყვნენ, ასე ვთქვათ, ამერიკის ელჩი, მათთვის დასანახი პლაკატური ჟესტი არის კიდევ ერთი, რომ აი ჩვენ მივდივართ კიდევ ერთ დათმობაზე და ეს გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული. დღეს მათთვის ესეც მონგებიანია, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლონ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, პირველ რიგში ყველაზე პრიორიტეტული საკითხი სწორედ ეს არის, რომ აი ეს ორი ადამიანი მივიდეს საკუთარ სახში და საკუთარ საწოლში დაიძინოს საკუთარ ოჯახებში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ნინია, მოდით ხატიას დაუბრუნდეთ. შესაძლებლობა. კი ბატონო, მოусმინოთ ხატიას და შემდეგ შესაძლებლობა გვექნება შიდა კომენტარი შევთავაზოთ მაყურებელს. ვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ამ ადამიანების დაკავება, რომლებიც გამოიყენეს წინასაარჩევნოდ, რომლებიც გამოიყენეს პოლიტიკური ვაჭრობისთვის და ასე შემდეგ, რაში შეიძლება ახლა გამოიყენოს ამ ადამიანების გარეთ გამოშვება, ხელისუფლება? უნდა გვახსოვდეს, რომ ეხლა მართლაც არ მომეცა საშუალება დამესრულებინა თქვენთან, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. როდესაც მართლმსაჯულება აზრუნავს პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და არ ზრუნავს კანონის მიხედვით, ეს ერთი. მერე გვახსოვდეს უნდა, რომ ამ ადამიანებს ბრალი არ მოუსმეს, ანუ ეს არის თუ ეხლა რასაც საუბრობთ პროკურატურა, ეს არის აკვეთი ღონისძიების შეცვლა, ანუ ეს ადამიანები ჩვეულებრივ ძევლებად შეიძლება და ეს ხდება დაიტოვა სახელმწიფომ და ზოგადად თუ ჩვენ უფრო დიდ კონსტრუქციაში შევხედავთ, საქართველოში არის უმძიმესი სიტუაცია სასამართლო და მართლმსაჯულების მიხედვით, კანონის უზენაესობაზე საუბარი არ არის. ნებისმიერ ჩვენთაგანს, მე არ ვამბობ მხოლოდ საჯარო ადამიანებზე, ნებისმიერ ადამიანს მოქალაქეს პოლიტიკური ნიშნით შეიძლება შეუვარდეს მართლმსაჯულება და გადაწყვეტილებას, პოზიციის ცვლილებას. ქალბატონ ხატია, პოლიტიკურ პროცესზე შესაძლოა გავლენა გქონდეს, აი ხელისუფლებამ თუ ამ აქტით დაგვანახა, რომ რაღაც დათმობაზე წავიდა, რაღაც კომპრომისი იქნა, აი თქვენგან რა სელოდება, მაშინ რა თამაშის ნაწილია ეს, რა დივიდენდი უნდა მიიღოს ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით? იცით რა, პირველ რიგში ხა თავიდან როგორც დავიწყებ მე თქვენთან საუბარი, ეს არის ის, რომ საზოგადოებისთვის ეს იყო ნამდვილად აი ალარმიზაცია, ეს საქმე იყო აი გამოხატულება თავიდან ბოლომდე იმ ძალიან ამაზრზენი პროპაგანდის, რისი მსხვერპლიც გახდა ეს ორი ადამიანი. ამიტომ საზოგადოება იყო კონსოლიდირებული ზუსტად ამის გარშემო, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, გვახსოვს ალბათ სამთავრობო არხების პროპაგანდა, მათ შორის ქართული ოცნების. ამიტომ შესაბამისად ყველა ერთად ჩავთვალეთ და ყველა ერთად ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების საკითხი დამდგარიყო, ასე ვთქვათ, ნიშნულოვანი დღის წესრიგის კონტექსტში. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში, არ უნდა დაგვაუწყოს, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ გამოსწორებულა, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ძალიან მარტივია. ჩვენ კონტექსტში რა უნდა შეიცვალოს ახლა ჩვენ, როდესაც მოლაპარაკებებზე ვიყავით ქართულ ოცნებასთან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, მაშინ სამი ძირითადი საკითხი იყო გახსოვთ, ალბათ ეს იყო რიგარიში ან ახალი არჩევნები
პოლიტიკური პატიმრები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ყველა დონის კომისიის რეფორმირება. ეს არ შეცვლილა, ამიტომ ჩვენ თუ კიდევ უფრო დავდგებით და გავაერთიანებთ ძალისხმევას, მე დარწმუნებული ვარ, ეს სამივე საკითხი დაკმაყოფილდება. მადლობა ხატია დეკანოიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დიანა, რამდენიმე წუთში ისევ დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად. ძალიან მალე მადლობა ანა ახალაიას. და ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში. ხმა არის მის კარგად, მაგრამ შევეცდები ვთქვით, ვიდრე აი ამ კომენტარს მოისმენთ, გითხრათ, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ამასთან პროკურატურა მოითხოვს მელაშვილისა და ილიჩოვასთვის საზღვრის კვეთის აკრძალვას საგამოძიებო უწყების გაუფრთხილებლად. ასევე ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მას შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება, როგორც მაყურებელმა იცის, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე წინარე ქმედებებიდან გამომდინარე და ივერი მელაშვილი დღეს ხდომაზე ამბობდა, ჯერ დაგვიჭირეს, ახლა სამსახურის გარეშე ვრჩებით, უხელფასოდაც ვრჩებით, ეს როგორი დამოკიდებულება. მოდით მოვისმინოთ კომენტარი სასამართლო სხდომიდან. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არ არის ხარვეზიანია ცოტა ხმა და იქნებ ერთად გავარჩიოთ უფრო მეტი რა ითქვა დღეს სასამართლო სხდომაზე. იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი ადვოკატისთვის მინდოდა გადამეცა ჩემი აზრი საქმესთან დაკავშირებით. ამის საფრთხება არ მომეცა, ამ წაიღეს, არ გასცეს ადვოკატს, იყო ისე შემთხვევა. ამიერი იყო და პროდუქტი სატელეფონო საუბარი, აი ხომ მეუბნებით, მასენები მასურას კიდევ